მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ არხის გამომწერებს, ადამიანებს, ვინც მადევნებთ თვალს. მადლობა თითოეული ლაიქისთვის და კომენტარისთვის. თქვენ გახსოვთ, წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ტურაზე. დღევანდელი ვიდეოს კადრები ისევ თბილისის შემოგარენშია გადაღებული. მოდით, კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი ჩემს მიერ გადაღებულ ცხოველებს და დავიწყოთ. ტურა, მელა, გელი, კვერნა, ენოდი, ტყის კატა, მაჩვი, მაჩვსხარბა. ამ ვიდეოში განვიხილოთ მელა. მელა მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისაა. მისი სხეულის სიგრძე 60-70 სანტიმეტრი, წონა კი 5-8 კილოს შეადგენს. მელა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელია მსოფლიოში. საქართველოში ის ყველა რეგიონში და არა მარტო ბუნებაში, არამედ უკვე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებშიც გვხვდება. მელა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მტაცებლად. მას განსაკუთრებით განვითარებული აქვს სმენა. ჩვენ გვსმენია გამოთქმა მელას ნახტომი. მას თოვლის ქვეშაც შეუძლია თაგვის მოძრაობა შეამჩნიოს, რის შემდეგაც აკეთებს მაღალ, ზუსტ ნახტომს, ზუსტად სმენით განსაზღვრული მიმართულებით. მელას საკვებ რაციონში შედის თაგვები, ვირთხები, კურდღლები, ხილი, კენკრა და ტურას მსგავსად ანადგურებს მიწაზე მობინადრე ფრინველებს და მათ კვერცხებს. ასევე საშიშია შინაური ფრინველებისთვის. შინაური ფრინველი ვერ დარბის, ვერ დაფრინავს შორს, არ იცნობს მტაცებელს. მელასთვის ეს არის უმარტივესი ნადავლი ენერგიის მინიმალური დახარჯვით. თუ მელამ ერთხელ წარმატებით მოიპოვა ნადავლი, ის მეორედ და მესამედაც დაბრუნდება, ხშირად იმავე დროს. განსაკუთრებით საშიშია ლეკვების ზრდის პერიოდში. მაგ დროს სჭირდება ბევრი საკვები და, რა თქმა უნდა, მარტივ ნადავლს ეძებს. მაშინ ფრინველზე თავდასხმა იზრდება, რაც ადამიანებთან კონფლიქტის მთავარი მიზეზია. მელა ცხოვრობს სოროში. სორო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშიერების გასაზრდელად, სიცივისა და საფრთხისგან დასაცავად. მელა უმეტესად მარტო ცხოვრობს. ის არ ნადირობს ხროვით, როგორც მგელი და არ დადის ჯგუფებად, როგორც ტურა. სწორედ ეს მარტო ცხოვრება ხდის მას ფრთხილს და ეშმაკს. თუ საფრთხე იგრძნო, ბრძოლას იშვიათად ირჩევს. ურჩევნია ჩუმად გაუჩინარდეს. მელა და ტურა ერთი ოჯახის წევრები, თუმცა ბუნებაში მეტოქეები არიან. ტურა ძალით იმარჯვებს, მელა კი გადარჩენას გონებით ახერხებს. ჩვენთან საქართველოში მელაზე ნადირობის გავრცელებული მეთოდია მდევრებით ნადირობა. მონადირეები უშვებენ მდევარ ძაღლებს. ძაღლები მელას სუნზე გადიან. მელა იწყებს გაქცევას. ძაღლები კი ხმამაღალი ქეფით მისდევენ კვალზე. მონადირე მელას ელოდება ბილიკებზე, ტყის გასასვლელებზე, მინდვრის პირებზე. მელა ცდილობს წრეზე ატაროს ძაღლები, ხშირად იცვლის მიმართულებებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გონიერებას. მელაზე ნადირობა მდევრებით არის გონების, გამძლეობის და გამოცდილების ბრძოლა. მელა ეშმაკობით იცავს თავს, მონადირე კი ძაღლის მუშაობაზეა დამოკიდებული. მელა შეიძლება იყოს ცოფის მატარებელი, ამიტომ აუცილებელია ძაღლების ვაქცინაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, მელაზე, როგორც ტურაზე, საქართველოს კანონმდებლობით ნადირობა აკრძალულია. რატომ გამოჩნდა მელა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში? მიზეზი მარტივია, მათი რაოდენობის ზრდა, ნაგავი ადვილი საკვები, მათზე ნადირობის შემცირება. ვფიქრობ, უნდა მოხდეს მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით, რომ მეგობრებთ. ფოტოხაფანის კადრებით გაგრძელდება ვიდეო.